ახალი ვიდეო გამოვიდა. მოდი წავიკითხოთ კომენტარები. მინდი სწრაფად. რამდენი წლის ხარ? ნიკოლ, შეყვარებული ყავს? ერთი და იგივე კითხვები. უკვე ძალიან მაღიზიანებს. და მოდი კითხვა-პასუხის ვიდეო გადავიღოთ. სადაც ყველა კომენტარს ერთდროულად უპასუხებ. მოიცა, ეს მაგარი იდეაა. სრულიად ქეთახმები. წავიდეთ. 3, 2, 1, 0. თქვენ მის ნიკოლის ახსე ხართ და დღეს ჩვენ უპასუხებთ თქვენ კითხვებს, რომელსაც თითოეული ვიდეოს ქვეშ კომენტარებში წერთ და ინსტაგრამზე. თქვენი კითხვები შეარჩია დედათანიამ. პირდებით, რომ ყველა კითხოს გულწრფელად და მოტყუების გარეშე უპასუხებთ? გვპირდებით. მეშინია. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით კითხვები. კითხვების დამსმელი ადამიანები ვიდეოს ალბათ უყურებენ, იფიქრებენ, რა კარგი კითხვა დავსვიო და გაიცინებენ მერე. ვაუ, რა კითხვა? ძალიან დაინტერესდებიან. შეიძლება ცოტათი კრინჯობებიც იყოს. და ასე რომ ჩვენ ვიწყებთ პირველ კითხვაზე პასუხის გაცემას. გოგოებო, პირველი კითხვა მაქვს თქვენთან. რა არის თქვენი სიმაღლე და ასაკი? კარგი. ასაკს არ ვამხელ, რადგან რატომღაც არ მინდა. გოგოსთვის ამის კითხვა უადგილოა და ჩემი სიმაღლე 157 სანტიმეტრია. კარგი, ასაკს ვიტყვი. დაბადების დღე. არ არის საჭირო რომ დავმალო. ყველა მიცით რამდენი წლის ვარ? 10 სექტემბერს 13 წლის გავხდი. ხო, ის ჩემზე უკვე 4 სანტიმეტრით მაღალია. მე შოკში ვარ. 29 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღეა. ასე რომ, შემდეგი კითხვა გვაქვს ნიკოლისთვის. გყავს შეყვარებული? მაინტერესებს ყველა ვიდეოდან 200 ვიდეოზე მეტი გვაქვს. რამდენი ასეთი კითხვა იყო? მას სეიბლი ბოლოს და ბოლოს შეყვარებულია თუ უბრალოდ მეგობარი? ის ჩემი მეგობარი იყო და პრინციპში ჩვენ არ გვიჩხუბია. უბრალოდ შევწყვიტეთ კომუნიკაცია, მაგრამ ის მეგობარი იყო. სხვა არაფერი, რომელიც ჩვენთან ერთად იღებდა? დანილი? ხო, დანილი. დანილთან ურთიერთობა არასოდეს გქონია. ჩვენი გზები მხოლოდ გადასაღებ მოედანზე გადაიკვეთა. რეალურ ცხოვრებაში კი არა. კითხვა დახურულია. მორჩა, შემდეგი კითხვა ზლატასთვისაა. როგორ დაიწყე სოციალურ ქსელებში შესვლა და სიმღერა? კარგი. გილოცავ. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ მშვენიერი და ნათელი გზა გექნება. თავარია არ გაჩერდე და განაგზო. განაგზე. ქავერები გიჟული გამოგივა. ინსტაგრამზე, ტიკტოკზე და შენ სამას გააკეთებ. გონი მან გითხრა როგორ დაიწყეო? ხო. მე კიდე გავიგე რომ თვითონ უნდა დაწყება. ეს იყო 5 წლის წინ. მე მინდოდა სიმღერა. დედამ მითხრა რომ არ მემღერა. მე ვთქვი ვიმღერებთქო და საერთოდ დავიწყე ქავერების ჩაწერა, ინსტაგრამზე რილსების დადება, ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა, რეკლამები გადავიღე და ასე დაიწყო ყველაფერი. და შემდეგ უბრალოდ ეს ყველაფერი გავაკეთე და სულ ეს იყო. და შემდეგ ჩვენ შევხვდით. მათთვის, ვინც სიმღერა ან ტიკტოკის გადაღება დაიწყო, წარმატებებს გისურვებთ, ჰეშტეგებით დადეთ. სხვათა შორის რილსები ახლა დაფრინავენ. არავის უთხრათ. კითხვა ნიკოლისთვის. დოლის ხმა. ნიკოლ, მამა შენს ელაპარაკები? ეს კითხვა ძალიან დიდი ხანია რაც ისმის. მოკლედ, მამასთან დიდი კომუნიკაცია არ მაქვს. ხანდახან წერს ხოლმე, მაგრამ შესაბამისად მამასთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს. მამა, თუ მიყურებ, მაშინ გამარჯობა. ვინ დასვა ასეთი შეკითხვა? ძალიან უხელხული იყო. კითხვა ზლატასთვისაა. სად იყო ზლატა? მე ძალიან მაინტერესებს. სად წავიდა იქ? რომელ ორმოში ჩავარდა? სად იყო ასე დაკარგული? უკვე თითქმის 1 წელია, რაც გერმანიაში ვცხოვრობ და მთელ მსოფლიოში დავდივარ. შემდეგ კი ბარსელონაში მიმგზავრები, შემდეგ კი უკრაინაში. მოკლედ, ნიკოლთან არ ვცხოვრობ, მაგრამ თუ გსურთ რომ ამ არხზე უფრო მეტჯერ ვნახოთ, დაწერეთ კომენტარები და გამოიწერეთ არხი. და დაწერეთ, სად არის ზლატა? მოვიდეს ზლატა. და და ეხლა ყველა ადგება და დაწერს, სადაა ზლატა? კითხვა 2 ადამიანისთვის. ცხოვრებაში ყველაზე უხერხული სიტუაცია. მე მაქვს ერთი. მოკლედ, ეს ყველაზე სასაცილო სიტუაციაა ჩემთვის. ცხოვრებაში პირველი შეჯიბრი მქონდა. დაჯილდოების ცერემონია იყო. მე ძალიან პატარა ვიყავი. ველოდებოდი ჩემი ფრთნელი როდის მეტყოდა რამეს. იქ ვიდექი და ჩუმად ვიყავი, არაფერს არ ვაკეთებდი. დაჯილდოება იყო. და უცებ შედვართ ესე და მესმის 5ჯერ ბრიაზნურიაკოვა ნიკოლ. შედეგად ჩემი ფრთნელი გამოდის. ხელს მკიდებს და პოდიუმზე ავყავარ. და მეც ასე მივყვები მას. არ ვიცი რა მოხდება. იქ იყო გახურების ადგილი, სადაც წარმოვარჯიშეები ხურდებიან. მოკლედ ეგ ადგილი უნდა გავევლო ერთად, სადაც ისინი ხურდებიან ხოლმე. და ხალიჩას შორის ფარდაა. მეგონა კედელი იყო. მინდოდა კვარცხლბეკზე ავსულიყავი. დავაბიჯე ფეხი და დავეცი. მოკლედ აი ასე დამემართა ბავშვებო. რომელ ადგილზე გახვედი? ეს მესამე ადგილი იყო. კარგი. ამის შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა მთხოვეს კიდევ ერთხელ ამოვიდესო ნიკოდიო, იმიტომ რომ ხალხი ძალიან გაახალისაო. საყვარლობა. გადასაღებ მოედანზე როგორც წესი მსგავსი სიტუაციები მაქვს. კადრში ყოველთვის ვეცემი. ამას ყველა ვიდეოში ხედავთ, რადგან ობიექტურად შემიძლია უბრალოდ ვიარო და დავეცე. შემიძლია ტანიას ნივთები დავშალო.
და დავეცე. კიდევ ერთი სიტუაცია გამახსენდა, როდესაც ეს იყო იმ ვიდეოში $1 დასვენება $100,000 დასვენების წინააღმდეგ. რეჟისორი ამბობს, დაეცი და დაიყვირე. მონაკო, მე ვამბობ, არა, არ გავაკეთებ ამას, რადგან არ შემიძლია. შემდეგ ის ამბობს, აი, ასე ქენიო. მაგრამ მე ამის გაკეთება არ შემეძლო. არა. აი ასე. არა. მითხრა რომ უბრალოდ გზა გამევიძებინა და იქნებ რამესაც ფეხი წამომედო, წაუქცეულიყავი და იქ მე დავეცი. კარგი, ბავშვებო, შემდეგი კითხვა. შეგიყვარდებოდა ბიჭი, რომელიც შენზე 1 წლით უმცროსია? რა თქმა უნდა, ასაკი მთავარი არ არის. ხალხო, მთავარია რომ ადამიანი უბრალოდ გიყვარდეს. თუ ყველაფერი სუპერია, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მაგალითად, თუ მე მომავალში ვინმე უმცროსი შემიყვარდებოდა, რატომაც არა? კი, ანუ მომავალში და 8 წლით უმცროსი რომ იყოს? 8 წლით? ეს ხომ ძალიან უცნაურია. ხო, 8 წლით. ნუ 30-ის თუ ვიქნები, მაშინ კი, რატომაც არა? Wednesday-ის გადაღებას გააგრძელებთ? სხვათა შორის ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცით და თუ ძალიან გინდათ, მაშინ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია სხვა ნაწილის გადაღებაც. რატომაც არა? ჩვენ ალბათ შეგვიძლია რომ კიდევ ერთი ეპიზოდი გადავიღოთ თქვენთვის. კომენტარებში დაწერეთ ზუსტად რა გსურთ იცოდეთ Wednesday-ის შესახებ. გვითხარით კონკრეტულად რა გაინტერესებთ. შეიძლება Wednesday-ის გარდერობი ან რაიმე მსგავსი. ხო, ჩვენ რამეს მოვიფიქრებთ? თავს მდიდრად გრძნობ? თუ უბრალოდ შეძლებულად? დიდარი არ ვარ. კარგი, შეძლებულიც არ ვარ. იცი რას ამბობენ? ეს ყველაფერი მშობლების დამსახურებაა. ეს ასე არ არის. ბავშვებო, რომ იცოდეთ, მე და დედაჩემს დიდი გუნდი გვყავს. ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩვენ ერთად მუშაობთ, ერთად შოულობთ ფულს და ვცდილობთ საკმარისი გქონდეს. ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ გუნდით. ჩვენ ერთად მუშაობთ და ძალიან ბედნიერები ვართ. რაც შემეხება მე, თავს არს მდიდრად და არც შეძლებულად არ მივიჩნევ. პირადად მე მადლიერი ვარ ჩემი მშობლების მიერ ჩემი აღზრდისთვის და იმისთვის, რაც მომცეს. საკმარისი მაქვს, კარგად გრძნობ თავს. შვიდად შემიძლია ჩემი ძირითადი მოთხოვნებების დაკმაყოფილება. სამსახური შესანიშნავია, შვენიერია. მე შემიძლია მოგზაურობა და რაც მთავარია, ჯანმრთელად ვარ, კარგად ვარ და ბედნიერი ვარ. მადლობელი ვარ ყველასი, განსაკუთრებით კი ჩვენი გუნდის. წამოდი, შემდეგი კითხვა. და დოვისტაგრა. ვინმესთვის გიკოცნიათ? თუ გინდათ მიპასუხეთ. მიდით, მიპასუხეთ. კარგი რა. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ. ჯეირანი ვითამაშოთ და ეგრე ვუპასუხოთ. ჯეირანი. უპასუხე, მიდი. ბავშვებო, არა, რა? რა თქმა უნდა არა. და ლოყაზე? ლოყაზე გიკოცნია 100%-ით. ლოყაზე ჯერ არ გიკოცნია? სერიოზულად? არ მახსოვს. ალბათ იმდენი იყო, რომ აღარ ახსოვს. კარგი, კი. მე ერთ ბიჭს ვაკოცე. ეს გადაღების დროს იყო. დეტალებს არ ვიტყვი. მე საიდუმლო პირადი ცხოვრება მაქვს და თუ წიგნის დაწერას გთხოვდნენ, რა სახელს დაარქმევდით მას? კარგი. როგორ მივახციოთ ყველაფერს და არ მოვყდეთ? არა, მე უბრალოდ ზმილენოვას. ჩემს მე სახელს დავარქმევდი, რადგან მეჩვენება რომ ეს ყველაზე აქტუალურია. არ ვიცი რას დავარქმევდი. ამიტომ ვიფიქრე, რაზე იქნებოდა ეს წიგნი. მინდა მას იღვლიანი ლატარია უწოდო. ის კონკრეტულად ლატარიას არ შეეხება. სულ სხვა რამეზე იქნება. რაზე დაწერდი? სახელიც ამაზეა. ხო და ბავშვობაზე. კარგი. მთელი ისტორიას მოვიგონებდი მგონი. ხელოვანის მოთხრობას გავს. მესმის. აჰა, და რატომ გახდა ზლატა მხიარული? რა? მოწგანილი ვიყავი? კი, არტომმა მიმატოვა. გაგიჟებული ვტიროდი. ისეთი მოწგანილი ვიყავი. ზლატა ყოველთვის მხიარული იყო. გახსნის უფლება არ მომცეს. ზლატა არ ვიცი, ამინდის ბრალია. ზოგადად შეუძლებელია იცინოს სამეთყელო რა დაემართება, მაგრამ 50% ენის ბრალია, 50% Wednesdays. ვიდეოების გადაღებისას კამერების წინ მორცხვები ხართ? სინამდვილეში ზოგჯერ კამერას ვერს კი ვამჩნევთ. მე მიყვარს კამერა, სერიოზულად. ხანდახან ოპერატორ ჟენეჭკას და კამერას საერთოდ ვერ ვამჩნევთ. ხანდახან გვავისლება კიდეც რომ ვიდეოს ვწერთ. ეს რეალურია. უბრალოდ ისეთი შეგრძნება, თითქოს ერთმანეთთან ვსაუბრობ. კი, კარგი. სინამდვილეში კამერა არ გვაქვს. ახლა კი ალბათ მოგზალების საკითხი. შეაფასეთ თქვენი გარეგნობა 1-დან 10-მდე. 7. მაშინ მე ვიცი რომ ზედმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. როგორ ამბობენ ხოლმე? კარგი. პრეტენზიული. მე ძალიან პრეტენზიული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ასევე ორი ფშხილი მაკლია. ეს ნახეთ? ერთადერთი რაც ჩემ თავში არ მომწონს, ჩემი ცხვირია. მეზ. ღმერთო ჩემო, მეზიზება ჩემი ცხვირი. ამიტომ ალბათ 7 ან 8. ხო, ყურადღებით მომისმინოთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი ნებისმიერი ფორმით. ყველა ლამაზია. მაქსიმალურად პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ თქვენი თავის პლუსები აქვს. ადრე 10 კილოგრამით დიდი ვიყავი. ყველაფერი დროთა განმავლობაში მოდის. ყველაფერი კარგად იქნება. კარგი მოსწავლე ხარ თუ ოროსანი? სულებამდე შესანიშნავი მოსწავლე ვარ. შესანიშნავი მოსწავლის სინდრომი მაქვს. ჟენია კარგი ბიჭია და ჟენიას ასუყურებ და შენ? კარგი, გასაგები არის. მივხვდი ხუმრობას.
თითქოს ის არ სწავლობს, მაგრამ ჟენია, ანუ ჟენია კარგია. უკვე ვწითლდები, რომელია თქვენი საყვარელი ფილმი და სერიალი? ჩემი საყვარელი ფილმია სიკვდილის იარაღი ძვლების ქალაქი, რომელიც კასანდრა კლერის ციგნის მიხედვით არის გადაღებული. სერიალ 100-ში კი მთავარ პერსონაჟს გავარ. რამდენიმე სატელევიზიო შოუს უყურე. და ეს ერთი მომეწონა. ეს სერიალი ზადას ფილმივე თუ ცნობი არ არის. ალბათ ყველას გსმენიათ Wednesday. სინამდვილეში მაგარი სერიალია. კალმარის თამაშები ეგ საერთოდ არ მომეწონა. მე არც კი მიყურებია. წარმოგიდგენია? და ფილმი ჯანდაბა არ ვიცი, საყვარელი ფილმი არ მაქვს, საყვარელი მულტფილმი მაქვს. ეს არის მაგნატუნა. გსურთ მონაწილეობა მიიღოთ სერიალ Wednesday-ში? რომელია თქვენი საყვარელი პერსონაჟი? სინამდვილეში მე და ზატამ ამაზე ადრე ვისაუბრეთ, რომ გვინდა რომ რაიმე სახის პროექტზე ვიმუშაოთ და შესანიშნავი გადამღები ჯგუფი გავისნოთ. ალბათ იქნებიან ძალიან ლამაზი მსახიობები, სიმპათიური ბიჭები და ასე შემდეგ. მინდა მონაწილეობა მივიღო რომელიმე დიდ პროექტში, მაგალითად Netflix-ის Wednesday-ში. ვინ არის შენი საყვარელი პერსონაჟი? მე Wednesday მომწონს. ჯენა ორტეგა, Wednesday და რა თქმა უნდა, პიცავია. ვინ არის ეს? მაშასე, გვიამბეთ თქვენი იდეალური ცხოვრების შესახებ. როგორი ცხოვრება გსურთ? კარგი, ალბათ ახლო ადამიანებთან ერთად, მეგობრებთან ერთად და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. სინამდვილეში არ ვიცი, ისე გავიზარდე, რომ მცირე რამეებითაც კი ვხარო. მცირე რამეებითაც კი ასეა. იდეალური ცხოვრებაა, როცა ყველა შენი საყვარელი ადამიანი, ნათესავი, ერთგული მეგობარი შენს გვერდითაა. სწორედ ეს არის ჩემთვის ბედნიერი ცხოვრება და არა ვიღაც პრინცი სხვადასხვა დღეებში. პრინცი არც კი მიხსენებია. ნიკო, საიდან მოიტანე ეს პრინცი? მე არაფერი არ მithქვამს. დიდარი პრინცი უნდა იყოს თეთრ ლამბორჯინზე. არა, G-კლასზე უკეთესია, რომ ბევრი ძაღლი იყოს, რომ ბევრი ცხოველი იყოს, რომ დიდი სახლი იყოს. აი, სწორედ ასეთი იქნება ალბათ ჩემი და ზატას ბედნიერი ცხოვრება. კარგით, ბავშვებო, ჩვენ უპასუხეთ თქვენს ბევრ საინტერესო კითხვას. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან საინტერესო იყო. ზოგჯერ კითხვები ძალიან მგზნობი არა იყო, ძალიან მოგვეწონა. მადლობა რომ ეს კითხვები დაგვისვით. იმედი მაქვს რომ თქვენს მოგეწონათ ეს ვიდეო. მზად ვართ რომ დაგემშვიდობოთ. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის. და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება და გავიქეცით. კარგად.